მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წელი ძალიან ცუდად დაიწყო, ყინვით 13 აპრილს ყინვა იყო. ამის შემდეგ ისევ სეტყვა, ერთ კვირაში სეტყვა მოვიდა და ასე რომ ძალიან ცუდი წელი იყო ამ მხრივ. მაგრამ დიდი ბრძოლის შემდეგ ბარაკასთან თანამშრომლობით მივიღეთ შედეგი, ახლა რასაც უყურებთ, მიუხედავად ამ ცუდი სეზონისა, მაინც კარგი შედეგი მივიღეთ, სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბარაკასთან. მე კიდე სხვებსაც ურჩევ, კიდევაც ურჩიე, რომ გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომ თუნდაც მიიღონ ნორმალური და კარგი პროდუქცია, სუფთა პროდუქცია. ჯიში გახლავთ კარმენი, იტალიური სელექციის ჯიშია. ძალიან მოთხოვნადი ბაზარზე, მომხმარებლებში პოპულარულობით სარგებლობს. სასიამოვნო, გემრიელი, წვნიანი კონსისტენციით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, მსხლის კულტურაში სხვადასხვა დაავადებების კონტროლი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. განსაკუთრებით გახლავთ ისეთი მავნებელის დაჭერა და რეგულირების საკვანძო საკითხი, როგორიც არის ფსილა. ფსილის პროგრამაში ჩვენ ადრე გაზაფხულიდანვე დავიწყეთ კაოლინური თიხის გამოყენება სარაუნდის სახელწოდებით, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი მოგცა. მავნებელი ამის წყალობით მოგვიანებით გამოჩნდა, რის შედეგადაც უკვე დავიწყეთ ინსექტიციდების გამოყენება, ისეთი როგორიც არის დიკაპრიონი, პირატი. ეს ორი მონაცვლეობით შედიოდა ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით ამუშავებდით ხეებს. დიკაპრიონი გამოირჩევა ეფექტური მყისიერი ეფექტით ფსილის წინააღმდეგ. პირატი კი მუშაობს როგორც მავნებლის ლარვაზე, ასევე კვერცხზე. შედეგად კი ვიღებთ ამ სახით წარმოდგენილ მცენარეებს, რომ არ არის არანაირი ფსილის კვალი, არც სითხე გამოუტანია ფსილას, არც რაიმე სახის დაზიანება მიუყენებია ჩვენი მცენარეებისათვის. რა თქმა უნდა, კვების სახით ვიყენებდით კომბინირებულ სასუქებს, MPK-ს სახით, მივეცით ფერტიგაციით, როგორც აზოტი, ფოსფორი, ასევე კალიუმი. ხოლო მიკროელემენტები ფოთლიდან მიეწოდებოდა მცენარეს. შედეგად კი მივიღეთ ის, ასეც თქვენი თვალით ხედავთ. კარმენი საშუალო სიმწიფის პერიოდის ფსხალია. ამ კონდიციაში უკვე ერთ კვირაში მოსაკრეფი იქნება დაახლოებით. ეს არის ძალიან ლამაზი ეფექტური მსხალი, შეგიძლიათ ახლო კადრიდანაც ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი მსხალი.